დიაბეტი ტიპი 1. სისხლის გლუკოზის დონის დადგენა საბაზისო ინფორმაცია სკოლის პერსონალისთვის. სისხლის გლუკოზის დონის განსაზღვრა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა დიაბეტი ტიპი 1-ის მართვაში. თუ თქვენ ყავთ დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე მოსწავლე, თუნდაც დღის ხანმოკლე პერიოდში მნიშვნელოვანია იცოდეთ ძირითადი საკითხები ამ დაავადებაზე. მოსწავლეები, რომელთაც აქვთ ტიპი 1 დიაბეტი, დღეში რამდენჯერმე საჭიროებენ სისხლის გლუკოზის შემოწმებას. ამისათვის გამოიყენება გლუკომეტრი, რომელიც საჭიროებს თითიდან სისხლის წვეთის აღებას, ან უწყვეტი გლუკოზის მონიტორი, რომელიც არის ადვილად სატარებელი მოწყობილობა. ის რამდენიმე წუთში ერთხელ ზომავს სისხლის გლუკოზის დონეს და მონაცემებს აკრძალვის მიმღებ ან სმარტ მოწყობილობასთან. მოსწავლის უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, როცა დასჭირდება ყველგან და ყოველთვის შეამოწმოს სისხლის შაქრის დონე. სისხლის გლუკოზის დონე განსაზღვრავს მკურნალობის გეგმას. გლუკოზის დონეზეა დამოკიდებული, როდის და რამდენი ინსულინი უნდა მიიღოს მოსწავლემ და როდის უნდა წაიხემსოს მან. დაიმახსოვრეთ 4 რამ გლუკოზის შესახებ. საკვებში არსებული ნახშირწყლები ზრდის სისხლის შაქრის დონეს. ინსულინი ამცირებს გლუკოზას. სტრესი, სხვადასხვა ავადმყოფობები და აღელვება ზრდის სისხლის გლუკოზის დონეს. ფიზიკური აქტივობა ჩვეულებრივ ამცირებს სისხლის გლუკოზას. გლუკოზის დონე გავლენას ახდენს მოსწავლის მდგომარეობაზე. მაგალითად, მაღალი გლუკოზა მეტი 15 მილიმოლიტრზე იწვევს კონცენტრაციის დარღვევას. დაბალი გლუკოზა ნაკლები 4 მილიმოლიტრზე იწვევს დაბნეულობას. დაბალი გლუკოზის დროს უნდა გამოვიყენოთ სწრაფად მოქმედი შაქარი, მაგალითად, წვენი ან ჟელიბონი. თუ ფიქრობთ, რომ მოსწავლის გლუკოზა ნორმაზე დაბალი აქვს, არ დატოვოთ მარტო და არ მისცეთ საშუალება იმოძრაოს. თუ ეჭვობთ, რომ მოსწავლეს აქვს დაბალი შაქრის დონე, მაგრამ არ არის გაზომვის შესაძლებლობა, ყველა შემთხვევაში დაიწყეთ მკურნალობა. გახსოვდეთ, სისხლის გლუკოზის დონე არ არის არც კარგი და არც ცუდი, ეს არის ინფორმაცია, რომელიც ეხმარება მოსწავლეს და მის მშობლებს დიაბეტის მართვაში. მნიშვნელოვანია გქონდეთ მუდმივი კონტაქტი, რათა მიაწოდოთ ყოველდღიური ინფორმაცია მოსწავლის გლუკოზის დონის შესახებ მის მშობლებს ან მომვლელს. სისხლის გლუკოზის დონის მატების ან კლების დროული აღმოჩენა, როდის და როგორ უნდა შეამოწმოთ, იგი დაეხმარება ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს იყვნენ უსაფრთხოდ სკოლაში.